ბატონი პაატა ზაქარიაშვილი ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება, ვისაუბრებთ იმ განცხადებაზე, რომელმაც ნებათაღელვა გამოიწვია. მოგესალმებით ბატონო პაატა და მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ბატონო პაატა, აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცდილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია. ეს არის თქვენი სიტყვები, რომელსაც მოყვა ის განცხადება, რომელიც მოისმინეთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნაციონალური მოძრაობა არის უკმაყოფილო, ითხოვს განმარტებებს და ითხოვს მთავრობის გადადგომას. რომ განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ ამ განცხადების გაკეთების დროს? ხო, ეს განცხადება არ არის, ეს არის კომენტარი. იყო კონფერენცია იყო სხვადასხვა ევროპულ სახლში, არამედ კავკასიურ სახლის ინიციატივით იყო რედისონში კი არა და მერიოჩი, თბილისის მერიოჩი, თუ ამ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. კონფერენცია იყო და კონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და არა მარტო ჟურნალისტები, ნაციონალური მოძრაობის საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლები, ყოფილი ხელისუფლების მაღალი ჩინოსნებიც და იყო მსჯელობა, რა თქმა უნდა, თუ როგორ ხედავთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის არა ჩემი განცხადების, არა ჩემი მოხსენების, არამედ კითხვაზე დასმული, როგორც პარლამენტში ასე იყო ზუსტად, ანუ ჩემს მოხსენებაში მე არ მიხსენები არ არის ფედერაციული მოწყობა თუ სხვა რა ფორმა, როცა კითხვას მისვავენ, როცა ან ჟურნალისტი იქნება თუ ან დეპუტატი იქნება თუ ან იგივე ოპონენტი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს ამას, თუ როგორ ხედავენ მომავალს და როგორ შეიძლება იყოს, მე ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც მოგვარდება დობის აღდგენა, იქნება ძალაში შესული ეკონომიკური ურთიერთობები, იქნება გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები, იქნება მხარეებს შორის უზრუნველყოფილი ბოლო ეტაპზე, რომელიც ალბათ წლების შემდეგ შეიძლება იყოს ამაზე საუბარი, მე ვხედავ პირადად და არა მარტო მე, სხვადასხვა ნაციონალური მოძრაობის ბევრი წარმომადგენელი, იგივე კოტო კუბლაშვილი, დათო დარჩიაშვილი, დავით ბაქრაძე, როცა ერთად წერდით ხოლმე კონცეფტს 4 წელს მაგალითად, ჩვენ ვხედავდით მაშინ და ახლა არ ვიცი როგორ ხედავენ ისინი, იმიტომ ერთი დოკუმენტი გამოვეცით ჩვენ მაშინ 2004 წლის ივნისში და დაიბეჭდა კანდელაკი მაშინ არ ვიცი სად იყო და არ ვიცნობ საერთოდ თქვენ ახლა საუბრობთ იმ სტატუსზე, რომელსაც ვთქვათ მიანიჭებთ აფხაზეთს დარეგულირების შემთხვევაში კონფლიქტის. ამიტომ ეს ფრაზა რაც კომენტარიდან იყო, ეს არის აშკარად ამოგლეჯილი ფრაზა, ეს არის დიდი ციტატის ნაწილი, ამიტომ იყოს ვერდები ხოლმე კომენტარებზე, ამიტომ ჩვენ იყოს პირდაპირ ეთერები, რათა კაფეო ჩამოყალიბო ჩემი პოზიცია, სადაც კაფეოთ ვამბობ, რომ ევროპული კონტექსტს ვლაპარაკობ, ანუ საქართველოს მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის შემდეგ მას არამედ გამოცდილება არ გააჩნია აფხაზეთთან ერთ სახელმწიფოში, ერთ სახელმწიფო, თავს ვახსენე კიდევ ტერმინი, პოლიტიკურ ადმინისტრაციულ სახელმწიფოებრივ სივრცეში. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება შევიმუშავოთ ახალი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიდა საბჭოთა კავშირი და დავივიწყეთ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობას მიუღებელი მსოფლიოსთვის, ჩვენ რაღაც საქართველოს უნდა შევიმუშავოთ ერთი რაღაცა სისტემა, სადაც აფხაზებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ ერთ საერთო სამართალმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სამართალი აღიარებს, მაგრამ ანუ კედლები სახელმწიფოს ჩვენ გვაქვს. მაგრამ შიგნით ოთახების მოწყობა. ჩვენ არა გვაქვს ოთახებს კი არა, სართულების განლაგებას კი არ გვაქვს მოწყობა. გასაგებია, დიდი სახლი, სადაც არ არის არანაირი მოწყობა. არგუმენტები აქვს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ მაგალითად აფხაზეთის ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1821 წლებში. საბჭოთა კავშირის შემდეგ ლაპარაკო. ანუ ვაგაზე ლაპარაკი რომ იქ საუბარი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 91 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 93 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მომენტამდეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა აფხაზეთში. ამაზე რას ვპასუხებთ? ხო, რას ვპასუხებთ? ამიტომ საქართველოს და აფხაზებს ერთად არ შეუქმნია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთიანი სახელმწიფო, ამაზე ვლაპარაკობთ, ეს უნდა შევქმნათ ჩვენ. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს და შესაბამისად კეთილი უნდა ვინებოთ ჩვენ და როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაიწყო საუბარი მოქმედებები სამწუხაროდ. დაიშალა, ვისი ბრალი იყო, როგორი იყო ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვერ მოასო სახელმწიფომ შექმნა თავისი ჩამოყალიბება, ის კი არა და შევანაძემ ძველი 21 წლის კონსტიტუციას კი აღადგინა, სადაც აფხაზეთი ამოღებული იყო, ანუ უამრავი კოლიზიები იყო, ამას ჩემს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დღეს ვართ სახელმწიფო, კეთილი უნდა ვინებოთ და დღეს ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ისეთი ფორმატი, რომელიც განსხვავებული იქნება იმ საერთო ცხოვრებისა, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ მართლა ცხოვრობდით ერთად. იყო ერთიანი რაღაც გარკვეული არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. იყო რაღაცა კავშირები სოხუმსა და თბილისის შორის. ეს იყო მყარი კავშირები, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, კმაყოფილები იყვნენ. დაიშალა, მე დაიწყო ომი.
და ამის შემდეგ ჩვენ არ შეგვიქმნია არანაირი ურთიერთობაზე, ურთიერთშეთანხმებით არანაირი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ადმინისტრაციული ერთეული, სადაც აფხაზები და ქართველები ერთად ერთი სურვილით, ერთი მოტივაციით, ერთი მიმართულებით შექმნიდნენ სახელმწიფო. შევქმნათ ეს. რაც შეეხება მომავალს, თქვენ თქვით, რომ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს დისკუსია ქვეყნის მოწყობაზე. საქართველოს მთავრობა და თქვენ, როგორც ამ მთავრობის წევრი, რა პერსპექტივას ხედავთ? ერთადერთი რაც მახსენდება, 1 წლის წინ იყო პრემიერის განცხადება, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზ და ოზ ძმებს ევროპული მომავლის მქონე საქართველოში ავტონომია შეესწავლეს. ეს ციტატაა. დიახ. ხო, რა თქმა უნდა, აი ბატონი კანდიდატი განსხვავებით, რომ ჩარჩენილია რუსეთში და სულ რუსეთი აბოდებს და რუსეთი ელანდება, ჩვენ ვხედავთ კაფიოდ ევროპას და ევროპულ ფედერაციაზე ვლაპარაკობთ, ევროპულ მისწრაფებებზე ვლაპარაკობთ. თვითონ ჩვენ ევროპელები გვეკითხებიან, ყველა ტელემაყურებელს ყველა შევახსენებ, რომ ევროპაში სერიოზული გამოწვევა სეპარატიზმისა. შოტლანდია ცალკე ჩრდილოეთ ირლანდია, კატალონია, ბასკეთი, უამრავი, ბელგიაში პრობლემებია. ევროპა მიდის დეცენტრალიზაციისაკენ. ჩვენ გვეკითხებიან, თქვენ საქართველოს რომ მოდიხართ ევროკავშირში, რო გინდა ჩვენი ღირებულებები თქვენ გვაჩვენეთ როგორ აპირებთ თქვენი კონფლიქტების მოგვარებას. იმ ხალხს რას თავაზობთ, რომელთ თქვენთან ცხოვრება არ უნდათ. ჩვენ ამიტომ ფედერაციული მოწყობა ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე კარგად გასაგები მოდელი იგივე ევროპელებისათვის. დღევანდელ მთავრობას დღეს ეს დღის წესრიგში არ არის რატომ? იმიტომ რომ კონფლიქტების მოგვარების ბოლო ეტაპი არის სწორედ მოწყობა. პირველი ეტაპებია შერიგების პროცესი, არის დობის აღდგენა, არის ეკონომიკური ურთიერთობები, არის უსაფრთხოების ზომები. ანუ ჩვენმა მთავრობამ ჩვენი პროგრამით აიღო ვალდებულება იმ ვადის განმავლობაში, რასაც ჩვენ აგურჩევს ხალხი, რომ დავამყაროთ მშვიდობა აფხაზებთან, მოვახერხოთ მათთან დობის აღდგენა, ეკონომიკური კავშირების აღდგენა და ეს მომენტები არის. ანუ შემდეგ ეტაპზე უკვე მომავალში ჩვენი მთავრობა იყო, სხვა მთავრობა იყო, მათ უნდა იმჯერა როგორ იქნება ქვეყანა მოწყობილი. მე როგორც პალატა ზაქარიაშვილი, როგორც ამ სფეროში ჩართული ადამიანი, ვიღაცას მისაღები, ვიღაცას მიუღებელი, მე ვხედავ, რომ საქართველოს ყველაზე უკეთესი გამოსავალი არის მომავალში ევროპული ტიპის ფედერაციული მოწყობა. რის წინამდე გაწყობილა არც ერთი ის ნაციონალური მოძრაობის წევრიც კი, რომელიც კარგად მიცნობს და კარგად იციან ჩემი პოზიციები. გასაგებია. დიდი მადლობა პალატა ზაქარიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელმწიფო მინისტრი.